ღია ეთერში დაგიბრუნდით მნიშვნელოვანი თემით საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათი ეგრეთ წოდებული შესაძლებლობების ქარტი გახდება ხელმისაწვდომი, რომლის ექსკლუზიური ლიცენზიონერი თბილისის მერია. ამ თემასთან მიმართებაში ჩვენი სტუმარია თბილისის მერის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. ბატონო ირაკლი, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა და როგორც დავაანონსეთ, თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიონერია და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა მით უმეტეს სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის და მოდით პროგრამის მიზანზე ვისაუბროთ უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ, თუ რას მოიცავს ეს პროგრამა. დღეს დაიწყო რეგისტრაცია პროექტი ისწავლეთ და დასახდის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გადამზადების და დასაქმების პროგრამის არსებობას 80-მდე პროფესიის მიმართულებით. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე იქნება რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე დასაქმდიჯი და მოქალაქეები ვისაც აქვს სურვილი გაიარონ ეს გადამზადება, აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ ახალი პროფესია, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, შეარჩიონ შესაბამისი მათთვის სასურველი სასწავლებელი და შემდგომ უკვე შესაბამისი პროცედურით უკვე დაიწყებენ სასწავლო კურსს. კი ბატონო, და დავაკონკრეტოთ კიდევ მოქალაქეებისათვის ეს მთელი პროგრამა არის სრულად უფასო. კი ბატონო, და დავაკონკრეტოთ ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი? მოქალაქეები, რომლებიც არიან სრულწლოვანები, მათ და თბილისში რეგისტრირებულები, მათ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი, ჩვენ ვიმუშავებთ შესაბამის ორგანიზაციებთან, მოხდება ამ დოკუმენტაციის დამუშავება და რა თქმა უნდა იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვინც გამოხატავს სურვილს საჭიროების შემთხვევაში, თუ კი რა თქმა უნდა მოთხოვნა კიდევ უფრო მეტი იქნება, ჩვენ დავამატებთ სასწავლო ადგილებსაც შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ამ ეტაპზე დაახლოებით 1600-მდე ადამიანი ჩაერთვება ამ სასწავლო კურსში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ რომ გავზარდოთ ეს რა. დიახ, და რაც შეეხება შესაძლებლობების ქარტს, როგორ, სად მოხდება მისი გამოყენება და საინტერესო ის არის, რომ ევროპის მასშტაბით აქტიურად ხო გამოიყენება, მოდით მე არ დაგასწრებ და თქვენ გვიპასუხეთ და დაახლოებით რა რაოდენობით ახალგაზრდას გააერთიანებს? თქვენ ეხლა მკითხეთ ალბათ ბარათთან. ბარათთან, დიახ. ცუდად მესმის ხმა და კი ბატონო, დიახ. დიახ, რაც შეეხება ევროპის ახალგაზრდული ბარათი, ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს სიახლე, დავიწყებთ მიმდინარე წლის ნოემბერში მოქალაქეებისათვის ამ ბარათის გაცემა. საქართველოს ბანკთან ერთად ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ მოხდეს ტექნოლოგიურად ამ ყველაფრის ინტეგრირება და რა თქმა უნდა ეს იქნება ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით და ძალიან ბევრი კომპანია, როგორც ქართული კომპანიები ჩაერთვება ამაში და უკვე ბევრი საერთაშორისო კომპანია არის აღნიშნული ბარათის წევრი. დიახ, და როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თბილისის მერია საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათის ექსკლუზიური ლიცენზიონერია და იმისთვის, რომ პროგრამა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, თბილისის მერიასა და საქართველოს ბანკს შორის, თქვენც ამაზე ისაუბრეთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. აი, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი მემორანდუმების გაფორმება? დიახ, რა თქმა უნდა, მემორანდუმის გაფორმებამდე ჩვენ საკმაოდ დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მათთან მუშაობა, ასე ვთქვათ, შესწავლა აღნიშნული საკითხის, შემდეგ მივახციეთ უკვე შეთანხმებას და უკვე დავიწყეთ მოქმედება იმისათვის, რომ მოხდეს ტექნოლოგიურად ამ ყველაფრის გამართვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული პროდუქტი მიეწოდოს ქართულ ახალგაზრდებს. 30 წლამდე მოქალაქეებს ეხებათ ეს აღნიშნული ბარათი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის, ვინც იმოგზაურებს ევროპაში ფასდაკლებების კუთხით, ძალიან გამოადგებათ და ასევე საქართველოში, ვინც
სხვადასხვა ტიპის სერვისებით სარგებლობს, ასე რომ როგორც კი გვექნება შესაძლებლობა გავაკეთებთ ჩვენ ამ პრეზენტაციას, რეგისტრაციის დაწყებას და რა თქმა უნდა გავაგებინებთ ყველას, ასე რომ კი ბატონო და კიდევ ჩაგეკითხებით, ანუ როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ანუ ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდას, რომ ხელშესახები ბენეფიტით ცხოვრების წესი გაიმრავალფეროვნოს, ხო? ზოგადად ახალგაზრდებზეა საუბარი და დიახ, თეატრებს, ცენტრებს, სხვადასხვა საკვებ დაწესებულებებს, სხვადასხვა სერვისებს მოგზაურობის კუთხით და ყველა ამ მიმართულებით აქვს ისეთი ფასდაკლები, რომელიც ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, გარკვეული ტიპის შესაძლებლობას უქმნის ახალგაზრდებს, რომ მომავალში რაღაც თავიანთი კომუნიკაცია, თავიანთი მობილობა გააუმჯობესონ და დაეხმაროს მათ შესაძლებლობებში. დიახ და ანუ რაც შეეხება ანუ ციფრებს, ბარათი მის მფლობელებს თავაზობს 25000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში, ხო, როგორც დაანონსებულია. ფრენები, გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის მუზეუმები, თეატრები, სპორტული ცენტრები, გამაჯანსაღებელი სხვადასხვა ტიპის აქტივობები არის ამ ფასდაკლებებში ჩაშენებული, შესაბამისად ქართული ახალგაზრდები შეძლებთ რომ ვისარგებლოთ 25000-მდე ფასდაკლებით, რომელიც უკვე არსებობს და აქტიურია ახალგაზრდული ბარათის. დიახ და ზოგადად საინტერესოა უკავშირი როგორი იყო ახალგაზრდების ამ პროგრამის დაანონსების შემდგომ. რა თქმა უნდა, იდეა ახალგაზრდებს ძალიან მოწონთ, რადგან წლების განმავლობაში ხელმოუწვდომელი ახალგაზრდული ბარათი და დღეს უკვე ჩნდება ახალი შესაძლებლობა, რომ ეს ევროპული პროდუქტი თანაბრად რომ მისაწვდომი იყოს ჩვენთვის ყველასთვის, ქართული ახალგაზრდებისთვის და ძალიან დიდი სიხარული არის ეს ქართველებისთვის, იმიტომ რომ ხვდებით ერთიანი ევროპული ქსელის წელი. კი ბატონო, ბატონი ერაკლი, ჩვენ მსმენელის ფართო აუდიტორია გვყავს და რამეს ხომ არ დაამატებდით, ხომ არ ეტყოდით კი მათ მიმართავდით. ახალგაზრდებს მით უმეტეს. შევეცდებით რომ წარმოვადგინოთ უკვე ბარათის ასე ვთქვათ დარიგება და მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომობა, დავიწყებთ ამ პროცესს და შესაბამისად მზად ვართ თუ კი რაიმე ტიპის კითხვები ექნებათ მოქალაქეებს, მუნიციპალიტეტს მომართონ და ჩვენ მზად ვართ უზრუნველყოთ ინფორმაციით, ასე რომ ვემზადებით და შევეცდებით რომ ყველა ახალგაზრდათვის გახდეს ეს ბარათი ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მთავარი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს და რა თქმა უნდა ყველა ახალგაზრდას უსურვებთ წარმატებას. მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო თბილისის მერის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საქართველოში ევროპული ახალგაზრდული ბარათი, ეგრეთ წოდებული შესაძლებლობების ქარტი გახდება ხელმისაწვდომი, რომლის ექსკლუზიური ლიცენზიონერი თბილისის მერია, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ბარათი მის მფლობელს თავაზობს 25000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში, ასე რომ ესეთი საინტერესო სიახლეა, მე ყველას ვუსურვებ წარმატებებს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს და დღეს უკვე ამით დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელო, რადიო მაყურებელო, გისურვებთ წარმატებებს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, დროებით ნახვამდით სასიამოვნო საღამოს გატარებას.